საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით განახორციელოს შემდეგი საქმიანობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება. საქართველოს ტერიტორიიდან კანონის შესაბამისად საქონლის უცხოეთში ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის მიწოდება, გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა. საქართველოს საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის წარმოება მხოლოდ საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდების ან საქართველოს ტერიტორიიდან კანონის შესაბამისად ექსპორტის პროცედურაში მოქცევის მიზნით. სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან საქონლის მიწოდება შესაძლებელია განახორციელოს მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან ან მიმართულებით. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან ან მიმართულებით. სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირის საგადასახადო შეღავათები. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლები. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდებით. საქართველოს ტერიტორიიდან კანონის შესაბამისად საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევით. საქართველოს საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებით. მოგების გადასახადისგან თავისუფლდება სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდებით. საქართველოს ტერიტორიიდან კანონის შესაბამისად საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევით. საქართველოს საქონლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებით. ჩათვლის უფლების გარეშე დეღრიგესგან თავისუფლდება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება. ჩათვლის უფლებით დეღრიგესგან თავისუფლდება სპეციალური საწარმო სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება. სპეციალური საწარმო სტატუსის მიღება. პირმა სპეციალური საწარმო სტატუსის მისაღებად პირველ ეტაპზე უნდა მოიპოვოს სპეციალური თანხმობა ზემოთ აღნიშნულ საქმიანობაზე. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება განცხადებლის დასახელება, სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო პირადი ნომერი, ინფორმაცია საქმიანობის ადგილსამყოფელის შესახებ, განცხადeblis მისამართი, დეტალური ინფორმაცია საქმიანობის შესახებ. მოთხოვნა კონკრეტული საქმიანობის განხორციელებაზე, თანხმობის მიღების თაობაზე, თანხმობის მოქმედების ვადის მითითებით. თანხმობა მასეთ, რომ იგი თანახმაა მის შესახებ საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელთარსებული ინფორმაციის გადაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოებისთვის. განცხადების წარდგენის თარიღი, განცხადებლის ხელმოწერა. განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. თანხმობის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვისვა და არაღემატება 30 კალენდარულ დღეს. საქართველოს მთავრობა განკარგულებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. თანხმობა თავდაპირველად გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შესაძლებელია ყოველ მომდევნო ჯერზე გაგრძელდეს დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განცხადებაში მითითებული ვადით. შემოსავლების სამსახურის საქართველოს მთავრობის მიერ განცხადებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აცნობებს განცხადებელს და უგზავნის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ასლს. სპეციალური თანხმობის მიღების შემდეგ პირმა მისთვის სპეციალური საწარმო სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს. განცხადება უნდა შეიცავდეს პირის სარეგისტრაციო მონაცემებს, საქმიანობის მოკლე აღწერას, წარმოებაში დასაქმებული პირების სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო ნომერს. პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალური თანხმობის გაცემის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს.
შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის სპეციალური საწარმო სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.